სტიქია ლაგოდეხში უხმანა ლექმა 20-მდე სოფელი დააზარალა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო სამეურნეო სავარგულები და სასათბურე მეურნეობები. მდინარეების ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობის გამო კახეთის ეს მუნიციპალიტეტი არაერთხელ დააზარალდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქიის შემდგომ ლოკალურად გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ არის და სოფლები უხვი ნალექის დროს ხშირად იტბორება. ადგილობრივი ხელისუფლება საპრევენციო ინფრასტრუქტურის მოსაწყობა დამატებითი თანხების მობილიზებას ცდილობს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი სტიქიის ზონიდან. მთელი ღელე, ტალახიანი ღელე შემოდიოდა. აი ზუსტად იყო აქნამდე წყალი, აი ასე იყო. ნახეთ ახლაც კი ჟონავს აქედანი, აი გვერდებიდან ნახეთ, აი სუსველი ფარდები, სულ ყველაფერი. გავედი მე იქითკენ, იქით ოთახში. რავს ხედავ, ეს მდივან კრესლოები, ის შკაფი, სულ ყველაფერი, უჯრები წყალში ტივტივებს. კარმა ნახევრამდე წყალში იყო სულ. გარეთ კიდე ხო ისეთი ამბავი იყო, საშინელი ცემენტის ზეიდან გადადიოდა წყალი. ციური ხვედელიძის საცხოვრებელი სახლის პირველი სართული 12 აპრილს ღამით სანიაღვრე არხიდან გადმოსულმა წყალმა დადბორა. ანალოგიურ მდგომარეობაში სოფელ ქვემო ნაშოვარში ათეულობით საცხოვრებელი სახლია. დაზარალებული მოსახლეობა ამბობს, რომ სანიაღვრე არხები იმდენად ვიწროა, რომ ნალექს ვერ ატარებს და დაბლობზე მდგარ სახლებს დატბორვის საფრთხეს მუდმივად უქმნის. ის სანიაღვრე გარეთ ძალიან დაბალი გვაქვს. დაბალზე არის. ეს ეზოდან მთელი ჭაბუკიანის წყალს ჩვენ გვაწვება. აი იქით ამ მხარესაც გაჩვენებთ, ის დერეფნები დადღეში მაგ. ალაზანი მიდიოდა, ჩექმებს ჩადიოდა ხალხს წყალი. რამდენიმე ოჯახი ძალიან დაბალზე ვართ. დაბალია. სხვებს ახლა ეზოებში აწუხებს, მაგრამ მე ეზოს კი არ ჩივი ვარ. აი სახს ჩივი ვარ საძინებელს. აი ეს კანაუები იმდენად პატარა არის, აი მე თქვენ რო გავალთ ახლა გაჩვენებ. თუ ესენი არ დაინგრა, ცოტა არ ჩაღრმავდა, რო წყალს, აი აქედან წამოსული წყალი ხო უნდა გავიდეს გარეთ, გაიწოვოს იმ არხმა, რო ჩვენ არ შეგვაწუხოს. იმ არხმა ეს წყალი ვერ გაიწოვა, ეს ახლა კი არა. აი უბრალოდ ერთი კვირა რო იწვიმოს ზედიზედ უკვე საკმარისია რომ შემოდის წყალი, მაგრამ ასეთი რაოდენობით არა. აი ისინი სულ უნდა დაინგრეს. როცა თავიდან აკეთებდნენ ამას, ჩვენ იმათ ვეუბნებოდით, რომ ეს არ გამოდგება, ჩვენ გვაწუხებს წყალი და ჩვენ აქ სხვანაირი არხი გვინდა. ეს კანაოები ისეთი ვიწროებია, რომ ამ ორი სოფლის წყალს არ ატარებს და ვიხჩობით წყალში. გვიშველონ რაღაც ან ამოიღონ ეს არხები და გააფართოვონ, ან არ უსაშველო არის. ყველაფერი წყალში გვაქვს ხალხო, ჩვენ ცოდოები ვართ, ჩვენ ხო ადამიანები ვართ. რა უნდა გავაკეთოთ, ჩვენ თვითონაც არ ვიცით. ეს არხები რო გააკეთეს და რო აკეთებდნენ, დავდექი წინ და ტექნიკა არ ვატარებდი ჩემი სახლის წინ, რომ ეს წყალი ეს ვიწრო არხები არ გაატარებს ამ იმას წყლებს მეთქი. ოდნავ წვიმაც კი რომ მოვიდეს, ჩემ ეზოში შემოდის წყალი. მუხლებამდე წყალში ვიდექით ახლა. ადგილობრივები არ უარყოფენ, რომ ხელისუფლება სტიქიის პირველივე წუთებიდანვე უწევს დახმარებას, თუმცა მიაჩნიათ, რომ დატბორვის შემდეგ და ლოკალურად გატარებული პრევენციული ღონისძიებები არაეფექტურია, რადგან ყოველ წელს ერთი და იგივე სოფლები იტბორება. ასე იყო ამჯერადაც. გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემა 20-მდე სოფელს შეუქმნა. უკვე მერამდენეთ დაიტბორა და დაზიანდა ინფრასტრუქტურა, საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო სამეურნეო სავარგულები, განადგურდა ერთწლიანი კულტურები. სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი სასათბურე მეურნეობით ირჩენს თავს. სათბურების დატბორვის შემდეგ კი მოსავლის დიდი ნაწილი დაზიანებულია. ყოველ წელიწადს ეს მდგომარეობა გვაქვს. არ არის ნაკვეთის ბოლოზე რამე არხი სანიაღვრე, სადაც ეს ნაწრეთი წყლები ჩავა, ალბათ ჩაიწრიტება და რა ვიცი, შედარებით უკეთესი მდგომარეობა იქნება ალბათ ყველა გლეხის ოჯახში. გარეთ ქუჩაშიც სანიაღვრე მოსაწესრიგებელია. წყალი ვერ გადის ეზოებიდან. და ამაზე კი გქონდა ხოლმე, რა ვიცი, შევაწუხეთ ხოლმე, მაგრამ ყოველ წელს იტბორებით ასე? კი, ყოველ წელს. როგორც ირკვევა, ლაგოდეხის სოფლებში უამინდობისგან გამოწვეული დატბორვის საფრთხეს ადიდებული მდინარეები, გრუნტის წყლები და სანიაღვრე არხები წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
ლაგოდეხის ხევში კონკრეტულად ამ მდინარეზე უკვე წელსვე დაიწყება მასშტაბური სამუშაოები, ნაპირსამაგრის სამუშაოები, რათა უზრუნველყოთ მაქსიმალური დაცვა და შემდგომში თავი ავირიდოთ მსგავსი სტიქიური უბედურებისაგან. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი გეთანხმებით ყველაზე მეტად მოწყვლადია სტიქიის სტიქიური მოვლენების მიმართ. შესაბამისად, გამოყოფილი თანხები, როგორც საპრევენციო, ასევე სალიკვიდაციო, წილობრივად ისედაც ყველაზე მეტი მოდის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტზე, კახეთის რეგიონის ჭრილში. კიდევ მოვინახულეთ წარმოქმნილი პრობლემები სტიქიური მოვლენის შედეგად და კიდევ შევთანხმდით დამატებითი სახსრების მობილიზაციაზე ამ მუნიციპალიტეტისთვის. ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის თანხის მობილიზაციაზეა საუბარი, რომელი მიმართულება იქნება პრიორიტეტი და შემუშავებული პროექტი აღმოჩნდება თუ არა გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული.